ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის არ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. საქართველოს წარმომადგენელი ფორუმზე არც გასულ წელს მიუწვევიათ. საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლოს მონაწილეობა 2024 წელს მიიღო. პრემიერის პოსტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. სულ ეხლა ხანს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ საკმაოდ სერიოზულ თემებზე სამსჯელოდ რეგიონალური კავშირების და თანამშრომლობის საკითხებზე მეიწვიეს შუა აზიის ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი ევროკავშირმა საკონსულტაციოდ და საქართველოს არ მეიწვია. ეს არის პოლიტიკური დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ტრამპიც კი იქ იქნება ბატონო გიორგი. ტრამპიც კი იქ იქნება, ისევ გეგონება ტრამპი ის იყოს ვიღაცა. გამრავლების ტაბულას ბოლომდე რო ვერ ცნობენ ეგეთ ადამიანებს, იქ არაფერი არ ესაქმებათ. ყობახიძის ნაირ კომპულსიურ აფერისტებს, რომელიც სადაც არის, იქ იტყუება იმ კონjunქტურის შესაბამისად, როდესაც იკრიბება დავოსის ნაირ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არ იწვევენ. შეიძლება აბუ-დაბიში ვიღაცა დააბოლოს და ტყუილები ელაპარაკოს და ჩვენ აქ რასაც პროპაგანდით იძახის იმის აბსოლუტური საპირისპირო უტიფრად ამტკიცოს რამე იქაურ ფორუმზე, მაგრამ დავოსის ნაირი რესპექტაბელური შეკრებები ვერ იტანს ასეთ დილეტანტებს, ასეთ უპასუხისმგებლო ხალხს და ისეთ აფერისტებს, როგორც არის ყობახიძე. იქ ყოველწლიურად ლაპარაკი მიდის იმ წელს რა არის მთავარი ეკონომიკური გამოწვევები და რისკენ შეიძლება მსოფლიო წავიდა. 2026 წლის 19-23 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-მე ყოველწლიური შეხვედრა მთავრობის ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს შორის იმართება. ფორუმში მონაწილეთა შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ფორუმს ესწრება 1700 ბიზნეს ლიდერი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.